ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი გავიდა. მის მშობლიურ ქალაქ ყვარელში დღეს ილიაობა აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. მოწყობილია ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, გაყიდვა, საბავშვო და კულინარიული სივრცეები. იმართება კახური კულინარიული მასტერკლასებიც. სახალხო დღესასწაულს მოქალაქეებთან ერთად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. ჟანა დიდებაშვილი დეტალებით კახეთიდან. მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენგანა ეს სიტყვები როგორც იცით ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს რომლის დაბადებიდან 192 წლის თავს დღეს მისი მშობლიური ქალაქი ყვარელი აღნიშნავს ძირითადი მასპინძელი ღონისძიებების არის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი რომლის შიდა ეზოში განლაგებულ სხვადასხვა ობიექტებში მოწყობილი არის კახური ტრადიციული კულინარიის მასტერკლასები რაც შეეხება ღონისძიების ძირითად ნაწილს ის იმართება ქალაქ ყვარლის ცენტრალურ მოედანზე სადაც აგებულია სპეციალური პავილიონები, გამოფენილია მხატვრების ნამუშევრები და ასევე წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, გაყიდვა. აღსანიშნავია ის, რომ ილიაობის დღესასწაულზე მონაწილეობს თითქმის მთელი მუნიციპალიტეტი და სხვადასხვა სოფლებიდან წარმოდგენილია შემოდგომის ნობათი, მათი სივრცეები მოწყობილია შემოდგომის სფერებში გამოფენა და ის ორიგინალური და სასიამოვნო სანახავია აქ მოსული სტუმრისთვის დღეს დილიდან უამრავი ადამიანი შეიკრიბა ყვარელში ღონისძიებების ორგანიზატორები აცხადებენ რომ პროგრამა მრავალფეროვანია და აქ ყველა ასაკის ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო სივრცეს არის საბავშვო სივრცე გამოფენილი არის როგორც გითხარით კახური ტრადიციული კულინარიის ნიმუშები მიმდინარეობს თათარის ხარშვა და ჩურჩხელების ამოვლება, ასე რომ ღონისძიება არის მართლაც მრავალფეროვანი და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან იმისთვის, რომ ილიაობა ასეთი მასშტაბური ფორმით აღნიშნონ. ამ გენიალური ადამიანის დღეობა გამორჩეულად აღინიშნება როგორც ყვარელში, ასევე მთლიანად საქართველოში. ჩვენი გმირებით დახუნძლულ ისტორიაშიც კი იშვიათად თუ არის ისეთი ადამიანი და ისეთი გმირი, ვის სახელთანაც არის საქართველოს უკტავისული გაიგივებული ილია ჭავჭავაძე. სწორედ ასეთი პიროვნება გახდათ და ის გზა, რომელიც ილიამ დასახა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის, ჩვენი საზოგადოების წინსვლისთვის, ისეთივე აქტუალურია დღეს, როგორც ეს იყო საუკუნის წინ. ამიტომაც მე ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, რომ რა თქმა უნდა ილიას გზით იაროს. ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ხოლმე აღნიშნულ დღესასწაულზე მონაწილეობას, აი აგერ წარმოდგენილია ჩვენი სოფლისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სუფრა, ნახატები, ძველი ნივთები, რომელიც ჩვენ სოფელშია შემორჩენილი და აი ხედავთ თქვენს რა ლამაზია ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ გილოცავთ და მრავალს დაესწარით ილიაობის დღესასწაულს. საქართველოს მამა ერის გადამჩენი მე-19 საუკუნის კორიფე და მით ჩემი პატარა მოსვლით მინდა რომ ის პატივი მივაგო იმ ბუმბერას, რასაც დიდი ილია ერქვა ჩემო ძვირფასებო. მერთვა მრავალ დაგვასწროს და მის კვალზე გვატაროს. ყვარელში ილიაობაზე იმყოფებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ საზოგადოების წევრებთან, მოქალაქეებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად საზეიმო ღონისძიებების დაწყებამდე ყვავილებით შეამკეს ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი და ილიას გორაზე მდებარე ძეგლი. ისაუბრეს ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე და საზოგადოებას მიულოცეს ილიაობა. განუზომელია ილია ჭავჭავაძის ღვაწლი და მოღვაწეობა ჩვენი სამშობლოს ქვეყნის და ერის წინაშე. დღეს ყვარელში მის მშობლიურ ქალაქში აღნიშნავთ მისი დაბადებიდან 192 წლის თავს. სახელები განსაკუთრებით ამაყები ვართ, როდესაც ჩვენ გვყავს ისეთი უგვირგვინო მეფე, როგორც ილია ჭავჭავაძეა. მინდა ყვარლიდან მიულოცო მთელ კახეთს და სრულიად საქართველოს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე. შემთხვევითი არ არის, რომ ერეკლეობა და ილიაობა გვერდიგვერდ აღინიშნება. ერეკლე ჩვენი უკანასკნელი დიდი მონარქი იყო, რომლის შემდეგაც სწორედ ილია ჭავჭავაძეს ხვდა წილად, რომ ეზრუნა ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე. მან მოუყარა თავი წინაპრებისგან შემორჩენილ ღირებულებებს, შექმნა და ჩამოაყალიბა ის სამი სვეტის განზომილება, რომელსაც დაიფუძნა შემდეგ
ახალი აღორძინებული ქართული სახელმწიფო მამულის, ენის და სარწმუნოების თავარ ღირებულებებად გამოცხადების სახით. დღეს ყვარელში ილიაობის სახალხო დღესასწაულზე მოსული სტუმრების საზეიმო განწყობის ამაღლებაზე ზრუნავენ ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, ხოლო დღევანდელ საზეიმო დღეს დაასრულებს ანსამბლ ქართული ხმების კონცერტი.